ვმალავდი ვიდრე მომერეოდა. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახველი მესიის მოვლენილი. პირველი შვილი ძელაშა გიორგი შემეძინა 26 წლისა. შოთამ თქვა, ზანთა ქალი ამ დროს იწყებდა მემკვიდრის გაჩენასაო. ბედმა პირველი ქმარი უვარგი ლოთი ცოდვათა მიმდევარი მარგუნა. უფალმა მომივლინა ახალი განსაცდელი. ვერაგმა თავი გამოაჩინა. თავიდან მეგონა მალე გაივლიდა. აქიმა თქვა, 40 წლის მერე დედათა უმეტესი ასეაო. მომიტანა ძველი მალამო. მოგცემს სიამესაო. თავიდან მართლა მიშველა. მუდამ თან დამქონდა. ვმალავდი. მოახლე ქალმა იცოდა. გავაფრთხილე სხვა მოახლეთა არ უნდა სცოდნოდათ. შოთამ იცოდა ვუმალავდი ძესა. ბოლოს გავუმხილე რუსუდანსა. მინდოდა გამეძლო ვიდრე ჩემივე ძე შეძლებდა მეფობასა. 5 წელი ვმალავდი. ვუმკლავდებოდი ტკივილსა. მინდოდა მეფის კურთხევამდე დამემალა. ვერ გავუძელი კურთხევის დღესა. მალევე დავტოვე სვეტი ცხოველი. მერე გავუმხილე მეფესა. ლაშა ეძებდა აქიმსა. მიაგნო რომსა. თურმე ცოდნია კურნება ვერაგისენისა. მოვიდა. თქვა, ვერ შევძლებ კურნებას. მოსაკვეთიაო. ასე დაიცავ ხორცის სნეულებასო. დაუგვიანიამ კურნალსა, მალე მოგიღებს ბოლოსაო. ვიხმე ჩემივე მოძღვარი. ვუთხარი რჩევა რომელი აქიმისა. თქვა, შვილო ცხენი და განსაცდელი უფლის ბოძებულია. აქაური ცხენი და გიამებს ხორცსა, იქაური ცხენი განსაცდელია, ცრთობაა შენივე სულისა. მოიკვეთ, მცირეთი არ გებ ხორცსა. დაკარგავ სულის ცხენსაო. გაუძლებ, მადლიერი იქნები ცხენისა. აქაური განსაცდელი სამუდამო სანთელია შენივე სულისაო. რომელი აქიმი ამბობდა, დარიოსის ცოლსა სტანჯავდა, გეცოდინება. მოიკვეთაო. მისი ცხონებისა არაფერი ვიცი. კიდევ 6 წელი უცოცხლიაო. სულის ცხონება ვარჩიე ხორცის გადარჩენასა. ვიცოდი მალე დამძლევდა. მინდოდა მომესწრო კურთხევა მეფისა. ვიცოდი ტვირთი დიდია. შფოთი თანამდევი ახალი მეფისა. ვიცოდი მუდამ კმარო და მოძულენი მეფისა. მინდოდა მეცოცხლავითა დედასა ვითამ რჩეველსა ჩემივე მემკვიდრისა. მოდიოდა ზაფხული, ვიცოდი ვეღარ შევძლებდი ხილვას მთებისა. ვიხმობდი შოთასა მოდიოდა. მისი საზრუნავი ბევრად გაზრდილიყო. ვიცოდი დარდობდა, ვერფრით შველოდა თავისივე მეფესა. ვერავის უმხელდა ზრუნვის მიზეზსა თავისივე შვილისა. ვიცოდი ძნელი იყო ხვედრი კაცისა, ვითა მეფის მამისა. იცოდა მოძულენი მუდამ დაუგებდნენ ხაფანგსა. გავუმხილე, მომენატრა შენივე ციხის ხილვა თქო. მითხრა, ვითა მთვარე ვარ კაცი ღამისა. ღამურა ღამის მფრინავი რაში. ორივე მზეს ვემალებითო. ეცადე დასძლიო. ერთად ვიხილოთ ციხეო. მეფის გარეშე რა ფასი ექნება ციხესაო. ვიცოდი ვერ ვეღირსებოდი. მინდოდა ლაშას შეერთო ქალი ჩვენი მოდგმისა. ვუთხარი შოთასა, ეცადე ქართველი შეარჩიოს თქო. თქვი, ასე სურდა მეფე თამარსაო.